გასაოცარი სასახლე ბეთანიის ტყის პირას, ფასი 1,200,000. ვის ეკუთვნის და ვის სახელზე გადამალეს რეზიდენცია, რომლის უკანა ეზოც ფოთლოვანი ტყეა. ვისწავლე, ვიმეცადინე, ვიმუშავე, გამოცდილება დავაგროვე, მილიონიანი ქონება მაგით შეიძინეთ. სახლი მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის სახელზეა გაფორმებული, თუმცა შაბათის ეთერის ინფორმაციით ის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძე მიყიდა. ეკლესია არ ვიცი, მე თვალთანა. გითხრეს რომ ხმალაძის სახლია ხა. მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი სამსახურიდან წასვლამდე დეკლარაციაში წერდა, რომ ფულს კერძო პირებისაგან სესხულობდა. ან ჩუქნიდა პენსიონერი მამა და ბებია. მამა ამბობს, რომ შვილის მიერ 1,200,000-იანი სახლის ყიდვაზე არაფერი იცის. ბეთანიაში სახლი რომ იყიდა, იცით? სასახლე რომ იყიდა თქვენმა შვილმა ბეთანიაში, მაგრამ არ იცით? თუ ქონება კალაძის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს არ ეკუთვნის და ყოფილი თანამშრომლის სახელზე არ გადამალა, მაშინ საიდან მოვიდა 1,200,000 გასაოცარი სახლისთვის? აი რა გქონდათ მანამდე, ვიდრე საჯარო სამსახურიდან წამოხვიდოთ, რა ქონება გქონდათ? საკითხი თქვენ არ გიხდით. ტიუდორების სამეფო დინასტიის არქიტექტურის გავლენით აშენებული რეზიდენცია ციცაბო გადახურვით, მრავალათასიანი რემონტით და ყველა დეტალი, რომელიც სიმდიდრეს ასხივებს, საიდან ჩნდება ასეთი ქონება საჯარო მოხელეების სახელზე. ირაკლი ხმალაძის ბინა რომ არის, ეს ამას ადასტურებ. ხელოსნებიც კი ამას გვეუბნებიან, ქალბატონ თამარ. ვიდრე ხალხს საკვებად ერთმანეთთან დაპირისპირებას თავაზობენ, ვიდრე გამოგონილი ამბები ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემაა. ნახეთ როგორ ცხოვრობენ თავად, ვის ხელშიც ახლა მთელი ძალა უფლებაა. წილოსანის მთას ვეძებ. წილოსანის მთა საკიდან ვერ მიხავთ. გავუხვიეთ მარჯვნივ, შეკვდება დურუჯის ხიდი. ვისმის საოცნების მთავრობამ კუდიგორის მთა ყვარელში. კუდიგორა, კუდი დაეტრე და გამოვიდა გორა და всё, წილოსანმა კი ჩემია და დამთავრდა რა. წილოსანისა ვინ დაუდგება წინ? ნინო წილოსანის სიძის სახელზე გაფორმებულ კომპანიას ტერიტორია გასაოცარი ხედებით ილიას ტბაზე კვადრატული 5 ლარად ერგო. პირობები არ შეასრულა და მთავრობამ ეს ყველაფერი გადაუვადა. რა პირობით იყიდეთ? ჩალის ფასად მორჩეთ. დაცვას უთხარი რა, მორჩეთ რა. კომპანია, რომელსაც მთა მისცეს, ნინო წილოსანის სიძის სახელზეა გაფორმებული. მაგათი ყველაფერი შეიძლება, იმიტომ რომ ეგენი არის მთავრობის წარმომადგენლები, ოცნებაა და შეიძლება. გადამალა თუ არა ქონება, ოცნების ოდიოზურმა დეპუტატმა ახლონათესავის სახელზე. ჩემია? მიწა იპოთეკაში დაგებული არ გაქვს. მოგცათ 10 მილიონი. ნახეთ, ეგ თქვენი საქმე არ არის. ჩემია. შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ოცნების მაღალჩინოსნის ახლონათესავი, რომელსაც თითქოს მილიონების სახელმწიფოსაგან მიღებული ტერიტორიის განვითარებაში უნდა ჩაედო, მანამდე არც ბიზნეს ფლობდა და არც ფული უნდა ჰქონოდა. მილიონერები არიან? მილიონერი არა, გრეხკაცე რა მილიონერი. არა? არა. დღეს 8 საათზე ამბავი მთაზე, რომელიც მოჭრეს და ახლა სასტუმროს აშენებენ. არის წილოსანი აქ. დღეს არ მოსულა? ვინ არის კუდიგორის მთის რეალური მფლობელი და რა პასუხი აქვს თავად წილოსანს დამალულ ქონებაზე? გიყვებით დღეს საღამოს 8-ზე. Вы откуда? Из Туркмении? Вы здесь работаете, да? როგორ აღმოჩნდნენ კახეთის ღვინის ქარხანაში მუშები თურქმენეთიდან? Сколько семей здесь живет? Много? Смена вторая смена. გურჯანელები, ვინც აქ წლობით მუშაობდა, გაუშვეს შემცირებაში მოყვებით. უზბეკები რომ მიიღეს, გამოგიშვეს. და მათი ადგილი შუა აზიელმა მიგრანტებმა დაიკავეს. მუშაობდი მეც ქართველი ქალები გამოგვიშვეს. ეხლა არიან ტაჯიკები. არალეგალი მიგრანტები ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის საწარმოში თუ იაფი მუშახელი შუა აზიიდან. ჩემთან ერთად მინდა რომ გადაამოწმოთ თურქმენეთის მოქალაქეები. ლეგალურად არის ისინი ჩამოსული თუ არა? როდესაც ხალხი საქართველოდან ემიგრაციაში სამსახურის საძებნელად მიდის, ამ დროს ჩვენი ქვეყანა უცხოელებისთვის დასაქმების ეპიცენტრი ხდება. ერთადერთი შემოსავალი იყო და მაგიტომ მომიწეს იტალიაში წამოსვლა. შაბათის გუნდი არკვევდა და დღეს 8 საათზე მოგიყვებათ. ყავთ თუ არა ივანიშვილის ახლო გარემოცვის ბიზნესმენებს საწარმოებში არალეგალი მიგრანტები. რამდენი ადამიანი დატოვეთ თუ სამსახურად? რას ქვია, არ მაინტერესებს. იმის ნაცვლად, რომ ხალხს ადგილზე სამუშაო პირობები შეუქმნან, ხელფასი მისცენ და ემიგრაციაში წასვლაზე უარი ათქმევინონ. ნახეთ რა პოლიტიკა აქვს ოლიგარქის რეჟიმს. თურქმენეთზე სწორება რატომ მოხდა, ეს მაინტერესებს. არ ვიცი, რაღაცაა მოხდა ისე რომ ჩამოვიდე. ხელფასი გაიზარდა, სიტუაცია ისეთია, მშვიდობიანი, ნორმალური და ყველაფერი. სად მუშაობთ?
დღეს ვუსმენთ ოცნების მხარდამჭერებს. ხალხს ვინც ივანიშვილს ეთაყვანება. ხანდისხან თუ დაჭირდა ქვეყანა, ის გაჭირებას უნდა ავიტანოთ. და კობახიძე ამაყება. დიდი მადლობა უფალს, რომ პრემიერი ყავს ნიჭიერი. როგორ არწმუნებს ოცნება ხალხს, რომ ისინი ქვეყნის იდეალური მართველები არიან? ევროპაში რა არის? კორუფცია, გაქანებული. სად ისმენენ ამბებს, რომ თუ ივანიშვილი არ იქნებოდა, საქართველოს ომის ქარცეცხლში გაეხვეოდა. მე ტელევიზორს არ უყურებ იმედის გარდა. დღეს ნახეთ როგორ მუშაობს პროპაგანდა, სადაც ნამდვილი ამბები არ ჩანს. სპეციფრაზი არაფერს არ ისმოდა. ახლა არ მინდა მამიშალონებრები. ოლიგარქიული რეჟიმის პროპაგანდა, რომელიც ადამიანებს აჯერებს, რომ თუ უჭირთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და მაინც კმაყოფილები უნდა იყვნენ. რა ვიცი, მე მაგალითად კმაყოფილი ვარ ჩემი მდგომარეობით. აი პროდუქტების ფასებზე მინდა კითხვა. რაც მაქვს, იმითი გავდივარ იოლას. სუპი მაქვს მივირთმევ. ის ვინც რეალობას უსწორებს თვალს, ეს თავიანთ ჯიბეებს ისკელებს. 20-30% შემცირდა ჩემი შემოსავალი. ბავშვები რომ გამოყვებონ, ამის საშუალება არ აქვს. ეკონომიკა ყვავის. გადაყვავებულია. ყვავის კი არა ჯანდაბა, თავის ისყიდი ყვავის. მოსაკრეჭით რა. და ის ვინც ვერ იჯერებს, რომ სიხატაკე ხელისუფლების ბრალია ვის უქმნის? და გაჭირვების გამო ხალხი ქვეყნიდან გარბის. აქედან გარბიან ექსას ვარ გარეთ, რომ ვიღაცა ტრაქე ხოცოს. ადამიანები, მათი ისტორიით, დღეს ტბაზე. ახლა რო ვარ ჩვენ ასეთ დღეში არც ერთი წობის დროს არ ყოფილვართ. დარბაზში გახდა ძალიან ცუდად. სასწრაფო გამოვიდა ხსიგი და იმ წუთშივე გაუკეთეს ოპერაცია რო გაიყვანეს, მაგრამ უსამართლო სასამართლოს შედეგი. ქალს, რომელიც შვილის მკვლელის დასჯას ითხოვდა, პროცესზე გულის შეტევა მოუვიდა და ვეღარ გადაარჩინეს. შვილი ჩემი. ამის გარც შეეწირა ეს სპორტსმენი, რომელმაც მუშა კამერების წინ სასიკვდილოდ სცემა, პატიმრობის ნაცვლად სახლში გაუშვეს. კისრითა და მოაცალეს კბილები, ერთი კბილი არ ქონდა, ტვინი და თვალები არეული ყვედმაჩი. 8 საათზე ნახეთ ორგანიზებული თავდასხმის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რაც მოსამართლემ ვერ დაინახა და ვერ მოისმინა. ადამიანი აგდია სისხლიანი, ჩხუბი იყო და ცემდნენ. ვინ მფარველობს ბრალდებულს? მოსამართლემ, რომელმაც მზე ამაღლობელი საქმე არც კი განიხილა და ჟურნალისტი პატიმრობაში ჩატოვა, მკვლელობისათვის ბრალდებული სპორტსმენი სახლში გაუშვა. ხვები მაქვს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. მონას ზახილის გამო ხალხს საქართველოში ციხეში უშვებენ, მკვლელობისათვის სახლში. კულელს რატომ არ იჭერენ ვერ მივხვდი. რა თქმა უნდა მფარველებეკა. სტანდარტი, რომელიც ოლიგარქის უსამართლო რეჟიმმა დაამკვიდრა. რა დამჩენია ამ ქვეყანაში? არაფერი არ დამჩენია. ამ კვირას თქვენთვის მოსაყოლი ბევრი საინტერესო ამბავი დაგვიგროვდა. ამიტომ დღეს საღამოს 8 საათზე გელოდებით შაბათის გუნდთან ერთად ამ სტუდიაში.